Аллилуйя. Аллилуйя. კარგი ძვირფასებო. Хорошо, дорогие. დღეს ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხებით. Я думаю, что мы сегодня коснемся очень важной ეს темы. არის უფრო სამოტივაციო, Это мотивационное გონების послание. გადასახალისებელი, Немного, чтобы наш разум он обновился, გადასაფასებელი чтобы ценности და пересмотрелись სწორი პრიორიტეტების დასასახი თემა. и чтобы ценности стали правильными. რაც ძალიან ბევრ საკითხს ცოტა სხვაგვარად დაგვანახებს. И на некоторые вопросы мы будем смотреть როგორ по-другому. უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში? Какой христианин должен быть человеком? მე მინდა სათაურს გეტყვით, მოდი თავიდანვე რას გულისხმობ, რომ ნარატივად გაყვება ეს თელ თემას. Скажу тему, чтобы вы поняли, куда мы идем. თემას ქვია მარადისობის პერსპექტივით. Перспектива вечности. მარადისობის პერსპექტივით. То есть перспектива вечности. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მარადისობის თვალსაზრისით. Или как смотреть из вечности. მე მინდა ერთი ძალიან ცნობილი ადგილი წავიკითხო წმინდა წერილიდან. Я хочу, чтобы мы прочитали очень знакомое и ეს იქნება знаменитое ჩვენი место. ძირითადი საყრდენი ადგილი, თუმცა ძალიან ბევრ ადგილს წავიკითხავთ Мы დღეს წმინდა много წერილიდან. сегодня будем читать. მე მიყვარს, როცა წმინდა წერილს ვასაუბრებთ, ვალაპარაკებთ და ვისმენთ, რას ამბობს თვითონ სიტყვა. И я очень люблю, когда мы даем слово сказать, чтобы оно говорило იმიტომ რომ само. მე შემიძლია გავაკეთო კომენტარები და სწორი განმარტებები მოგცეთ, მაგრამ საფუძველი ყოველთვის უნდა გქონდეს წმინდა წერილიდან. Я могу делать комментарии, дать вам правильное направление, но само слово должно говорить вам. და იმედია ბიჭები გამოყვებია და დროულად გააშუქება И я ხოლმე надеюсь, მხოლოდ. мальчики будут следить и вовремя будут давать. მათეს სახარება მე-6 თავი 19-დან 21 მუხლების ჩათვლით. Евангелие от Матфея, 6 глава, с 19 стиха читаем. ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე. Не собирайте себе сокровищ на земле. სადაც შილი და ჟანგის პოვს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც შილი და ჟანგის პოვს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. რადგან სადაც შენი საუნჯია, შენი გულიც იქვე იქნებაო. Где моль и ржа истребляют, и где воры подкапывают и крадут. Но собирайте себе сокровища на небе, где ни моль, ни ржа не истребляют, и где воры не подкапывают и не крадут. Ибо где сокровище ваше, там будет и сердце ваше. ძალიან საინტერესო ადგილია ძვირფასებო. Очень интересное место წმინდა Писания. წერილი გვეუბნება, რომ კი არ გააკეთო, არამედ ნუ გააკეთებ ასეთ რაღაცას. Не в смысле того, что оно тебе говорит не делай, но оно утверждает не делай этого. თავაზობს ალტერნატივას. И оно дает тебе альтернативу. გეუბნება, ნუ დაიუნჯებ, ანუ სხვა სიტყვებით, ნუ დამკვიდრდები, მთელი შენი აქცენტი ნუ იქნება დედამიწაზე ცხოვრებაზე. То есть оно предупреждает и говорит, не собирай, значит, не делай акцент здесь на земле, пусть не будет это არამედ твоим. ალტერნატივას გვთავაზობს და გვეუბნება, არამედ ზეცაში დაიუნჯე. Но оно говорит, делай альтернативно и собирай на небесах. აქ ამბობს, რომ ჩილის და ჟანგით სპოვს და ქურდები თხრიან და იპარავენ, ანუ დაცული არ არის ყოველივე ის, რასაც დედამიწაზე აგროვებ. Так как оно предупреждает, что то, что ты собираешь на земле, есть воры, есть моль, есть ржа, которые потребляют и крадут. მაგრამ იმას, რასაც ზეცაში გადაინახავ, Но то, что ты соберешь на небе, ხომ იცით საუნჯე რა არის? вы же знаете, что такое сокровищница. ზოგს ესეთი ყუთი აქვს ხოლმე А у საუნჯე. некоторых это такая, как сундук. სუნდუკი, უფრო ქართულად სუნდუკი ქვია. Сундук. Шкатулка, Саунджи. сундук. ზოგისთვის ეს საუნჯე მუთაკაა, ძვირფასეო ფული რო აქვს Да, у ჩატენილი. некоторых это у бабушек обычно была мутака, куда они спрятали подушечки. ზოგისთვის საბანკო Девушки. ანგარიშია. У кого-то это банковский счет, ზოგისთვის კაპიტალია მიწიური. кто-то капитал в земле ზოგისთვის имеет, სახლები, карები და ასე а у შემდეგ. кого-то двери, окна, дома. ეს არ ნიშნავს ძვირფასეო წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს ყოველივე არ უნდა ქონდეს. И не в этом смысл, что Библия говорит, что этого у тебя не должно быть. მაგრამ თუ ქრისტიანის აზროვნება ძვირფასეო გადატანილი იქნება ყოველივე имазе, რაც არის მიწიური, Но если мышление и мысли человека, христианина, будут перенесены на то, что есть на земле, земное, временное და ადამიანური, и человеческое, გარანტია არ გაქვს, რომ დაცული იქნება ეს у ყოველივე. тебя нет гарантии того, что это будет защищено. ყოველივე რაც მიწიურია წმინდა წერილი გვეუბნება ძვირფასეო, რომ არის დროებითი Потому что Библия предупреждает и говорит, что это временно. და არის დაუცველი. И оно не защищенное. მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, არსებობს ალტერნატივა. Но Слово Божье говорит, есть альтернатива. დაიუნჯეთ ზეცაშიო. Собирай сокровища на იცი თუ небе. გიფიქრია ამის შესახებ, რომ მე დედამიწაზე კი ვცხოვრობ, მაგრამ ამავე დროს მე ქონებას საუნჯეს ვაგროვებ
ზეცაში. Возможно, вы думали так, что да, я живу здесь на земле, но собираю сокровища на небе. იცი დღეს ძალიან ბევრ საინტერესო ადგილებს ნახავთ, რომ თურმე ჩვენ დედამიწაზე ჩვენი ცხოვრებით ზეცაში საუნჯეს ვაგროვებთ. И сегодня мы увидим много мест Писаний, которые покажут нам, что сегодня мы, живя здесь на земле, собираем сокровища на небесах. და ნახეთ ძვირფასებო. И смотрите, რადგან драгоценные, სადაც შენი საუნჯია, შენი გულიც იქვე იქნებაო. ибо где сокровище твое, там будет и сердце твое. იცი გული იქვე იქნება ნიშნავს ძვირფასებო, რომ იქ გარბი ხარ, სადაც ყველაზე მეტი ძვირფასეულობა არის შენი თავმოყრილი. Говоря о том, что сердце будет там, это означает, что там, где у тебя больше всего сокровищ, твое сердце идет именно туда. რატო ხარ დღეს თქვენ ნებისმიერ თქვენთაგანი აქ? Почему каждый из вас сегодня здесь? в იმიტომ რომ церкви? თქვენთვის ყველაზე ძვირფასი არის ეკლესია. Потому что для вас самое важное, драгоценное, это церковь. ღვთისმსახურება. Это Божье რა собрание. წასასვლელი არ აქონდა Что, სხვაგან? у вас не было куда пойти? უსაქმურები ხარ და საქმეს ვერ У ნახავდით? вас вы бездельники, и вам не было найти какое-то მაგრამ როცა дело? თქვენ აწონეთ და დაწონეთ, თქვით რომ ეკლესიაში წასვლა ბევრად ძვირად ღირებულია, უძვირფასესია და თქვენი გული აქ გამოიქცა. Но когда вы все взвесили, вы сказали, самое лучшее место, куда я могу сегодня прийти, это церковь. ქართული ასეთი გამონათქვამი არის, სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს, ფეხი შენიო. Грузинская пословица, где твоя судьба, туда ноги тебя и приведут. მაგრამ ქრისტიანულად რო თქვა, სადაც არის гули შენი, იქ მიგიყვანს, ფეხი შენი. По-христиански можно сказать, где будет твое сердце, туда ты и შენი пойдешь. гули რომ ეკლესიაშია, დღეს იმიტომ ხარ ეკლესიაში. Если твое сердце в церкви, потому ты сегодня შენ здесь. კურთხეულ და-ძმებს შორის. Среди благословенных братьев и იმიტომ რომ сестер. ჩვენი საუნჯი აქ არის. Потому что наше сокровище ჩვენ здесь. აქ მოგვაქვს ჩვენი საგანძური და არც ხელცარიელი არ გვიშვებს უფალი აქიდან. Свои сокровища мы приносим сюда, и Бог с пустыми руками нас не отправляет ღმერთს отсюда. უნდა ძვირფასებო რომ ჩვენი აზროვნება არ იყოს მიჯაჭული მიწიურზე, ამ ქვეყნიურზე და დროებითზე. И Бог не хочет, чтобы мы были прилеплены к тому временному, к земному, к человеческому. მაგრამ ზოგჯერ სამწუხაროდ არის ხოლმე რომ ქრისტიანთა ცხოვრებაში არის გარკვეული უნაყოფობა ხოლმე. И, к сожалению, в жизни христианина бывают такие дни и моменты, когда он становится бесплодным. სამწუხაროდ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ქრისტიანს კვირაობით უნდა შეახსენო და უთხრა ადექი დღეს ეკლესიაში წასვლის დრო არის. И, к сожалению, есть моменты, когда христианину нужно сказать, вставай, сегодня церковь, надо идти. სამწუხარот. К сожалению. ერთი ანეკდოტი ხო იცით? Знаете, да, анекдот. один. აძევერ ცოლი რო აღვიძებს ქმარზე უნება ადექი დღეს ეკლესიაში უნდა წახვიდეო. Жена будет мужа и говорит, слушай, вставай, уже в церковь пора. ეს ეუნება კი, მაგრამ აი ერთი მიზეზი მაინც ვითხარი, რატო უნდა წავიდე А ეკლესიაში. муж отвечает, ну хотя бы одну причину мне назови, почему я должен туда пойти. იმიტომ რომ ამ ეკლესიის ხუცეში შენახარო. Ну, вообще-то потому, что ты пастор этой церкви. იცი ძვირფასებო, ასე არ უნდა გჭირდესო ვიღაცამ, არ უნდა გჭირდებოდეს შეხსენება, ხვალკვირა, სამშაბათია, ლოცვის მსახურება, არ უნდა გჭირდებოდეს Так не შეხსენება. должно быть, чтобы люди, нам кто-то напоминал, что завтра воскресенье, а послезавтра вторник. Не იცით должно. რატო გჭირდება ზოგჯერ შეხსენება? А знаете, почему нам нужно იმიტომ რომ напоминать გული иногда? ზოგჯერ ქვებით და ეკლებით არის სავსე. Потому что сердце иногда наполнено камнями и колючками. გახსოვთ იესომ თქვა, როცა თესველი გამოდისო, დასათესაცო, ძვირფასებო გამოდისო და თესავსო И თესს. Иисус сказал, сеятель выходит и сеет семя. და 4 სახის ნიადაგზე ილაპარაკა. И გახსოვთ ხო ეს вы იგავი? помните, да, он говорил о 4 почвах. მათესახარების მე-13 თავში 19-დან 23-მდე И в ვკითხულობ. Матфея с 13 глава, с 19 по 23 стих мы რატომ читаем. არის ზოგჯერ უნაყოფობა ჩვენს ცხოვრებაში? სიტყვას рატომ არ მოაქვს ნაყოფი? Почему иногда Слово Божье, оно не приносит плоды в нашей жизни? ღმერთის სიტყვა ბიბლია ამბობს, რომ ყოველგვარი სიბნით უხვა დამკვიდრდესო თქვენში ღმერთის И სიტყვა. Слово Божье говорит, чтобы оно было в ваших сердцах поселено с Მოციქულები ამბობენ. благословенным. И апостолы და ჩვენ говорят, გვასწავლიან ისინი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ხო რომ ღმერთის სიტყვა ყველაზე ძვირადღირებული, ყველაზე ძვირფასი უნდა დამკვიდრდეს, ჩვენი ცხოვრების ნაწილი უნდა и გახდეს. Слово Божье, оно должно стать частью нас, оно должно быть поселено в наших сердцах. მაგრამ ზოგჯერ სიტყვა უნაყოფოა იმის გამო, რომ მას ადგილი ამ ფესვი არ აქვს გულში ბოლომდე გადგმული. А иногда бесплодный, потому что корень не пущен, оно где-то на поверхности. მოდი უცბად წავიკითხავ. Давайте быстро прочитаем. იესომ განმარტება მისცა ნიადაგებს და ასეთი რამ თქვა. ყველა ვისაც ესმის სიტყვას სამეფოზე და გონებით არ ჩასწდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს. ეს არის გზის პირას დათესილი თესლი. ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა, მყისვე სიხარულით მიიღებს მას.
მაგრამ ფესვი არ გააჩნია მასში. ამიტომ ხანმოკლეა. რაჟავს დადგება ჭირიან დევნა სიტყვის გამო, მასშივე ცდუნდება. ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმეს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის სასტური აშტობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება. ხოლო კეთილნიადაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმეს სიტყვას და გონების ჩასწვდება. სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი ზოგს 100, ზოგს 60 და ზოგსაც 30-ო. ძვირფასებო, დიდი ადგილია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველასათვის კარგად ნაცნობი არის. Верю, что все это знакомое место Писания для вас. ზოგჯერ ძვირფასებო, ეს ეკლები, წუთისოფლის საზრუნავი, ქვები, камни, колючки или заботы века сего. ეს არის ის არასწორი ფასეულობები, რომელიც ზოგჯერ ჩვენ გულში მოკალათდება И ხოლმე. это те ценности, которые поселяются в наше сердце и как бы комфортно себя чувствуют. იცი, ვინ არის აქ უპრობლემო ადამიანი? Кто здесь беспроблемный человек? Есть такие? პრობლემიანი ვინ არის? А те, кто с проблемами? ანუ ყველას აქვს რაღაცა გამოწვევა, ხო? У всех есть какие-то вызовы. იცი, ძვირფასებო, არის პრობლემები, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ეს ღმერთისგან განდგომა კი არ არის, ღმერთზე ჩაჭიდება. Есть вызовы, есть проблемы, и выход это не отходить от Бога, а наоборот прилепиться к Нему. ძალიან ბევრჯერ მithქვია და დღესაც გავიმეორებ. Я много раз говорил и сегодня повторю. ნუ ხშირად ბევრი მორწმუნეები თვალში არ ხვდება ხოლმე. გადის дро და уცბად გავა 4, 5, 6 თვე შეიძლება ერთ წელი და გამოჩდებიან, გამოანათებენ ხოლმე ეკლესიაში. И если верующие братья, сестры, которые их не видно, да, там год может пройти, они появляются как светило ясное. და სად ახარ? სად დაიკარგე? Ты у него спрашиваешь, слушай, ну где ты потерялся, где ты был? იცი რატო დაიკარგა? А знаешь, почему потерялся? იმიტომ რომ ამბობენ, ეხლა პრობლემები მაქვს, ცოტა წავალ, მოვაგვარებ და დავბრუნდები. А потому что говорят, подожди, я вот сейчас проблемы все решу и приду. და თუ ერთი წლის მერე И გამოჩდებიან, вот если через год ისევ появляются, იგივე პრობლემებში ცხოვრობენ, რაც ერთი წლის უკან იყვნენ. они остаются в этих же проблемах, которые были год назад. იმიტომ რომ ქვეყნიერებაზე ძვირფასებო არ გვარდება პრობლემები. Потому что в мире проблемы не решаются. ბიბლია ამბობს, რომ ყველა თქვენი საზრუნავი ღმერთს დააკისრეთ, იმიტომ რომ ის თქვენზე ზრუნავს. А Божье Слово говорит, все заботы возложите на Бога, потому что Он заботится о вас. პირიქით, როცა პრობლემები გაქვს ყველაზე მეტად, მაშინ უნდა მიირბინო ღმერთთან. Когда у тебя проблемы, в этот момент ты больше всего должен бежать к Богу. თითქოს ეკლესია ხელს გვიშლის, აი რაღაცნაირად ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ის მორალური პრინციპები არ გინდა დაიცვა და ცოტა შენებურად გინდა რომ გააგრძელო ცხოვრება. Иногда тебе кажется, что церковь на самом деле мешает, потому что твои моральные ценности не совпадают, и ты просто сворачиваешь. ნახეთ სიტყვა რას ამბობს. Посмотрите, что говорит Слово. ნაყოფიერია ის ასმაგად, ვინც მოიწმეს ситყვას და გულით ჩასწდება, მას მოაქვს ნაყოფი. А плодоносное то, кто услышит и даст плоду, да пустить корни. იმიტომ რომ ძვირფასებო თუ ჩვენს გულებში დავიტოვებთ ეკლებს და ქვებს, Но если мы оставим в своем сердце колючки и камни, ამ ქვეყნიურ აზროვნებას, ამ ქვეყნიურ პრინციპებს, мысли этого мира, принципы этого არ мира, გვექნება ნაყოფები. у нас не будет და плода. იესო პირდაპირ ამბობს, რომ უნაყოფოა ასეთი И ადამიანი. Иисус прямо говорит, что такой человек бесплодный. არა და ღმერთმა მოგვიწოდა ნაყოფიერობისკენ, Но ამენ. Бог призвал нас быть плодоносными. ღმერთს უნდა რომ ნაყოფიერი ქრისტიანები, კურთხეული, გამარჯვებული ქრისტიანები Бог ვიყოთ хочет, ძვირფასებო. чтобы мы были плодоносными и теми, кто выигрывает. მიწიური ზრუნვა, მიწიური შრომას გარკვეული საზღაური აქვს. Заботы, да, есть свое посеянного, есть свое. მაგალითად, 1 ტიმოთეს წერილში მეოთხე თავის მერვე მუხლი И ამბობს. в 1 Тимофея 4 главе написано, ვინაიდან ხორციელი ვარჯიში ნაკლებად სასარგებლოა. ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვავს, აწყოშიც და მომავალშიც. ибо телесное упражнение мало полезно, а благочестие на все полезно, имея обетование жизни, настоящее и будущее. ნახეთ, რუსულში კარგადაა, მალაპალეზნა, ცოტათი სასარგებლობა მოაქვს. Ну, телесное упражнение мало полезно. ანუ შეიძლება ფიზიკურად ივარჯიშო და მიწიური ცხოვრებისთვის მას გარკვეული კარგი სარგებელი აქვს. Можно иметь какие-то движения, делать, и оно принесет тебе пользу. მაგრამ პრობლემა იცით რა არის? Но в чем проблема, знаете? ის აქ მიწაზე მთავრდება. Оно здесь на земле მას заканчивается.
მას говорится. მომავალი არ აქვს. У него нет будущего. მაგრამ წმინდა წერილი გეუბნება ხოლო ღვთისმოსაობაში ვარჯიში. Но Слово Божие говорит მას благочестие. აწყოშიც აქვს სარგებელი და მომავალშიც. У него есть польза и сегодня, в настоящем, и в будущем. იცით, ხშირად ქრისტიანები რაღაცომაც აქცენტირებული ვართ დღეს, ეხლა, ამ წუთას. И христиане последнего времени, они акцентированы сегодня, сейчас, прямо вот здесь. ცნობილი რეკლამა ხო არ გეცნობათ, შეიძინე დღეს და გადაიხადე ხვალ. Немного рекламы, да, приобрети сегодня, но заплати იმიტომ завтра. რომ დღეს აღარ გვინდა მოთმენა, აქ გვინდა, ახლავე გინდა, დღესვე Мы не გვინდა. хотим терпеть, мы не можем терпеть, мы хотим прямо сейчас, сию რაღაცომაც минуту. აქცენტირებული ვართ რომ ახლა ამ წუთას მივიღო საზღაური. Акцентированно хотим получить благосостояние сейчас, прямо сейчас, და воздаяние. გვაუწყდება რომ ზოგჯერ ძვირფასებო მარადისობისთვისაც უნდა გავისარჯო. Но иногда мы должны помнить, что мы и на будущее должны думать. იცით ზოგჯერ ვერ წარმოგვიდგენია კი, მაგრამ აი ახლა ზეცისთვის ვამზადო, ზეცისთვის ვემზადო, ვერ ვხედავ, რა აზრი აქვს. Какая польза? Я же не вижу будущего, вечности. Что мне для этого делать? Как себя вести? ნეტა რა ჯილდო მექნება იქ. А какая польза будет? ნეტა რა Какая საზღაური награда? მექნება იქ. Какая награда будет у меня там? ზოგან წერია რომ სიცოცხლის გვირგვინი გექნება. Где написано в Писании, что венец жизни будет, ზოგან წერია სიმართლის გვირგვინი. венец праведности на тебе будет. და 1000 აღთქმა არის, რასაც ღმერთი გვირდება, რა გექნება ზეცაში И на самом საზღაური. деле множество обетований, какое ты получишь воздаяние там на небе. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს რომ აუცილებლად როცა იესო მოვა, მას თავისი საზღაური შენთვის თან ექნება. И самое главное, что Иисус говорится в Слове Божьем, что когда придет Иисус, воздаяние будет. с ჩვენ ним. რასაც ვაკეთებ ძვირფასებო აქ დედამიწაზე. И все, что мы делаем здесь на земле, მას აქაცაა კურთხევა, როცა უფლის სახელით აკეთებ და მომავალი საზღაურიც აქვს. у него есть сегодня здесь благословение, когда ты делаешь это во имя Его. მაგრამ თუ მხოლოდ დედამიწაზე აქცენტი თუ ვაკეთებთ რაღაცებს და გაგახსენებთ რამოდენიმე И ადგილს. когда но если ты делаешь что-то здесь на земле, и я потом напомню вам все об ბიბლია этом, ამბობს და წმინდა წერილი გვეუბნება ძვირფასებო რომ შენ უკვე მიიღეო აქ тогда საზღაური. Слово Божье говорит, что ты получил свое воздаяние на земле. მათეს სახარებიდან ხო არ გახსენდებათ იესო ამბობს, როცა მოწყალებას გასცემ, Матфея и говорится Иисус, когда ты даешь Როგორ გაეციო? благословение, как он говорит, как отдавать? დაფარულში. Сделай это ისე тайно. რომ როცა შენი მარჯვენა გასცემ, შენმა მარცხენა Что? მარიცოდეს. Когда отдаешь правой рукой, пусть левая не знает, что ты ხოლო თუ делаешь. ისე გასცემ, რომ ყველა ხედავს, Но если ты сделал это так, что все это видят, დემონსტრაციულად ამოიღებ და ყველას დასანახად и აკეთებ, демонстративно достал и რომ отдал, ადამიანებმა დაგინახონ. чтобы люди тебя увидели, შეგამჩნიო. заметили ან тебя. თუნდაც ისე ტექნიკურად გააკეთებ, რომ კულისებში შენ რო არ გამოჩნდები, ისინი შენზე მაინც Но ილაპარაკებენ. если ты за кулисами сделал, но они говорят о რა тебе, მოწყალე ხარ, რა კურთხეული ხარ, რა მდიდარი ხარ. что какой ты благословенный, какой ты хороший, благотворительный. იესო თქვა, შენ უკვე აქვე მიწაზე მიიღე А საზღაური. Иисус тебе говорит, вот твое воздаяние, ты მაგრამ уже თუ გინდა получил. რომ ღვთისგან მიიღო საზღაური, Но если ты хочешь получить воздаяние от Бога, ისწავლე დაფარულში კეთება. тогда научись делать იცი тайно. რატო? А знаешь почему? როცა დაფარულში აკეთებ, Потому что когда ты делаешь ადამიანები ვერ გხედავენ. тайне, и люди тебя не მაგრამ видят, ერთადერთი ვინც но ხედავს один единственный, ეს кто видит ცოცხალი тебя, ღმერთია. это живой Бог. და როცა ის ხედავს წმინდა Когда წერილი он ამბობს, видит тебя, говорит Святое ის Писание, მოგიზღავსო შენ, он воздаст тебе, ის გიპასუხებს он შენ, ответит тебе, ის გაკურთხებს он შენ. благословит ასე тебя. რომ ძვირფასებო, მოდი უბრალოდ გადავიარო ჩვენ ცხოვრებაში, დავაკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას. Давайте мы понаблюдаем за своей жизнью. როგორი ცხოვრებით ვცხოვრობ? Какой жизнью мы живем? დემონსტრაციული ცხოვრები? Мы живем თუ демонстративной ცდილობ, жизнью. რომ შენი ყველა გაკეთებული საქმე რაც შეიძლება დაფარულში იყოს Или же უფლის წინაშე. мы хотим действовать в тайне, чтобы это было только пред Богом. ეს მეტყოლებს იმაზე, ვის წინაშე ცხოვრობ. И это говорит уже о том, пред кем ты живешь. თუ ადამიანთა წინაშე ცხოვრობ, მაშინ ადამიანებს უნდა დაანახო რა Если же საქმეა. ты живешь перед людьми, значит ты должен показать, მაგრამ თუ что ღვთის ты წინაშე делаешь. ცხოვრობ, Но если ты живешь пред Богом, ყველაფერს აკეთებ იმისაც, რომ მხოლოდ უფალმა დაინახოს. тогда ты делаешь все так, чтобы только Бог და видел. მაშინ ბიბლია ამბობს და
ცხადად მოგიზღავსო შენ. Когда Библия говорит о том, что Бог воздаст იცი тебе როცა явно. თესავ, Когда ты семя ის сеешь, მიწაში ითესება. оно сеется в ის землю, დაფარულშია. оно не ის видно, სიბნელეშია. оно в темноте, მაგრამ გადის დრო но когда проходит და ის время, ამოყოფს თავს. и оно уже подставит Გაიკეთებს головку, ღეროს, она поднимет გაიკეთებს стебель, ფოთლებს, даст გაიკეთებს листья, თავთავს и уже და будут ვინც плоды. იგემებს, И აკურთხებს და იტყვის, те, რა кто კარგი ნაყოფი благословляет, მოიტანა. и скажет, о, какой хорошая იცი плод. ძვირფასებო, ასე უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრება. Жизнь христианина должна быть დაფარულში, такой, в тайне, უხილავში და невидимо. დადგება დრო. И тогда რომ придет ის время, ცხადი გახდება когда оно ძვირფასებო станет явным. და აკურთხებს მას შემოქმედი. И тогда Бог ასე რომ მოდი воздаст. ძვირფასებო უბრალოდ Давайте ვისწავლოთ ღვთის წინაშე ცხოვრება. Давайте научимся жить пред Богом. ზოგჯერ ძვირფასებო უარის თქმა მოგვიწევს რაღაცებზე. И да, иногда нам придется от чего-то отказываться. ზოგჯერ ეკლესიაში რაღაცას ვაკეთებ ძვირფასებო. И иногда мы что-то делаем в церкви. და ხშირად მოგვისმენია, შეიძლება ჩვენს გვითქვავს. Возможно, мы слышали, а может быть и сами რამდენს говорили. ვაკეთებთ ჩვენ და ამას ვერავინ ვერ ამჩნევს. Сколько чего я делаю, и никто этого не замечает. დაუკვირდი რა თქვი? А ты просто сейчас задумайся, что ты შენ сказал. გინდოდა რომ ადამიანებს შეემჩნია. А ты хотел, чтобы тебя люди შენ заметили. გინდოდა რომ შენს დაძმებს დაენახა. Ты хотел, чтобы твои братья и сестры тебя არა увидели. ძვირფასებო, თუ Нет. დაინახავ რომ შენ მასულიერმა დამ ან ძმამ რაღაცა კარგი გაგიკეთა, Если ты увидел, что твой брат или сестра что-то сделали тебе хорошее, მიდი და დააფას. иди и მადლობა благодари, გადაუხადე. скажи ему спасибо, აკურთხე, благослови მაგრამ его, ნუ იტყვი. но не ეს ღმერთმა говори. გაგაკეთებინა. Это тебе Бог заставил. Шевихар. Ты что вообще? ღმერთმა გააკეთებინა. Да, Бог дал ему это, მაგრამ сделать, შენი სულიერი побудил. დაძმა არის. Но это твой духовный брат или Мадლиери сестра. იყავ. Будь благодарен, აკურთხე, благослови. გაგიხარდეს. Плюс ты будь რომ მას радостный, იზრუნა. что он მას позаботился, სიყვარული გამოავლინა შენს მიმართ. что он проявил любовь по отношению მაგრამ მე к თუ тебе. იმიტომ მოვდივარ რომ გავაკეთო რომ სხვებმა დაინახონ და დააფასონ და ილაპარაკონ Но если я прихожу, чтобы другие увидели, оценили, და ჩემი ბაგეები და გამ მაინც ვერავინ ვერ ხედავს რა აზრია и если я говорю, ну все равно, какая разница, никто ж не видит. ჩემს შესაძლებლობაში რომ ჩავაგდებ დავაწერ სახელს გვარ თანხის ოდენობას რომ ყველამ დაინახოს მე რამდენს წირავ Когда я буду уже пожертвования кидать, напишу свое имя, фамилия, сколько Да сею, пару чтобы все шиакет. видели. Нет, У делай это, в Палестина тайне. шиакет. Делай это перед Богом. და უფალი ხედავს И Бог видит это. ქრივის ორი ლებთა გაიხსენებს Вспомни две лепты вдовы. დიდრებიო იესო იდგაო და საგამწუს საკვირდებოდა И Иисус сидел и смотрел, как кто და приносит. დიდრები თავიანთი И- სიმდრიდან გამომდინარე სწირავდნენ Богатые, они из своего богатства сеяли. და დიდრები ერთის სახელით არიან მოხსენიებული დიდრები И богатые, они упомянуты одним словом. მაგრამ Богатые. ქრივი იესო პირადად მოიხსენია. Но вдову Иисус лично იესო თქვა упомянул. ეს ქრივია, მას ქმარიც არ Он ყავს. сказал, это вдова, у нее და нет მარაც мужа. გაიღო. И то, что она მან дала, უბრალოდ ორი ლებტა ძალიან ცოტა ხურდები კი არ გაიღო. она не просто дала какие-то мелочи, но она взяла две მან лепты. თელი საზდო ანუ სარჩო, ანუ სიცოცხლე გაიღო, იმიტომ რომ მას შეეძლო ის დაეხარჯა, შეეჭამა და გადარჩებოდა. Она отдала свое существование к жизни, которое она могла потратить როგორ на себя. ფიქრობ ძვირფასებო, ის საზღაურის გარეშე დარჩებოდა? Как думаете, она осталась без воздаяния? როგორ ფიქრობ? Как вы думаете? ღმერთი ხედავს ძვირფასებო ყოველივე იმას, რასაც ჩვენ გავსებთ უფლის წინაშე. Бог все видит, что мы даем перед Ним. მე იმიტომ არ გავსებ რომ ჩემ გვერდში მყოფი ვიღაცა დაინახავს ეხლა Я не отдаю, чтобы меня рядом стоящий увидел. А вот, სლარიანი ამოვიღე смотри, вот, დავატრიალე წმინდა წელი წერია შეარხიე ღმერთის წინაშე протряс перед Богом ее. ცოტა შენ თავზე ზევით И აწიე немного выше поднял. Карга даатрიალე. Все покрутили, чтобы было. არა хорошо. ძვირფასებო უფლის წინაშე დაფარულში ჩუმად Нет, ჩადე возьми и так брось. перед თავარია Богом, უფალი ხედავდეს чтобы Бог это видел. იმიცი ძვირფასებო ასე რომ მოვიქცეთ უნდა ვისწავლოთ უფლისთვის ცხოვრება И так, чтобы жить, мы должны научиться это делать. იცი ძალიან ხშირად არსებობს მიწიური ქონების საცდური Есть, знаете, такая соблазн და იესომა имущества სწორედ здесь на ამიგავში земле. ასე თქვა რომ მიწიური საზრუნავი აღშტობსო სიტყვას და ადამიანები უნაყოფონი И вот შეიქმნებიან. эти вот заботы мира сего, оно убивает слово и поглощает его. გახსოვთ დიდარი ჭაბუკი. Помните, да, богатого юношу? ყველაფერს აკეთებდა, უფლის წინაშე Он ცხოვრობდა. жил пред Богом, все делал, ყველა მცნებას იცავდა. все заповеди ნეტა соблюдал. რა მაკლია? Что же мне не იესოს достает? ეკითხება რა მაკლია, რომ საუკუნო სოცხლე დავიმკვიდრო. Приходя к Иисусу, он говорит, что же мне не достает, чтобы вечную жизнь იესონება иметь? გაყიდე თელი შენი
ქონება დაურიგე ღარიბებს და წაუყევი და გექნება საუკუნო И სიცოცხლე. Иисус говорит ему, продай все свое имущество, иди за мной, раздай его нищим, и иди следуй за ოდესმე мной. კათედრიდან მოგისმენიათ რომ გაყიდეთ თქვენი ქონება და გაყევით იესოს. Вы слышали когда-нибудь с кафедры, чтобы призыв был, продайте Ну то свое იესოს имущество მისი и გაღარიბება следуйте? უნდოდა. Неужели Иисус хотел, чтобы он обнищал? იესოს მისი გულის განთავისუფლება Нет. უნდოდა. Иисус хотел, чтобы его сердце освободилось. Ну то ის რომს გაეკეთებინა, ასე ის ღარიბი დარჩებოდა. Если бы он сделал это, как он бы разве остался нищим? და თქვენ იცით რომ ის ჭაბუკი უკან დაბრუნდა და იესოს არ გაყვა. Вы знаете, что этот юноша ушел, и он не იმიტომ რომ пошел за ძალიან Иисусом. მდიდარი იყო და ვერაფერი ვერ დათმო. Потому что он был очень богат и не смог ничего და уступить. შემდგომ იესო კომენტარს И აკეთებს. потом Иисус делает комментарий. მარკულის სახარების მეათე თავი 29 და 30 მუხლები. Послание Евангелия от Марка, 10 глава, 29. უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არავინ არის რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვო სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილი, ან ყანა და 100 წილად არ მიიღოს ახლა. ამჟამად სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები, ყანები ამდევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლეა. Иисус сказал в ответ: истинно говорю вам, нет никого, кто оставил бы дом или братьев, или сестер, или отца, или мать, или жену, или детей, или земли ради меня и Евангелия, и не получил бы ныне во время сие среди гонений во 100 крат более домов, братьев, сестер, отцов и матерей, и детей, и земель, а в веке грядущем жизнь вечную. კომენტარი ჭირდება? Нужно комментировать. ყველაზე მთავარი აზრი ესომ თქვა, ამჟამად აქვე 100 მაგათ რომ არ მიიღოს საზღაური. Самый лучший комментарий он сказал: прямо здесь, прямо сейчас, ныне, во 100 იესო крат получит 100 ჯერ здесь. მეც თავაზობდა, მან თავისი შანსი ხელიდან გაუშვა. Иисус давал намного больше, чем он имел, но он свой шанс упустил. მაგრამ იესო არ ამბობს, ხოლოდ აქ მიწაზე მიიღებ 100 Но მაგათ. смотрите, Иисус не говорит, что только здесь, на земле, во 100 крат ты მან получишь. დაამატა, ხოლო მომავალში Но он сказал: в грядущем веке საუკუნო სიცოცხლეს. вечную жизнь. ძვირფასებო, ნუ ვიაზრონეთ, ხოლოდ მიწიური დღეს რა სარგებელი მექნება მე აქ. Не думайте, не помышляйте только о том, какая польза мне будет здесь на მოდი ცოტა земле. ზეციურზეც ვიფიქროთ. Давайте подумаем и поразмышляем о небесном. მოდი ვნახოთ რას გვეუბნება პავლე მოციქული კოლას ერთ წერილში. Посмотрим, что Павел говорит в Колоссянам. ეს არის მესამე თავის პირველი და ორი მუხლები. Это 3 глава, с 1 и 2 стиха. ამრიგად თუ ქრისტესთან ერთად აღსდეკით, ეძიეთ რაც მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ. ზეციურზე იფიქრეთ და არა მიწიურზე. Итак, если вы воскресли со Христом, то ищите горнего, где Христос сидит одесную Бога, о горном помышляйте, а не о земном. ზეციურზე იფიქრეთ. О небесном помышляйте, а не о земном. რა არის ზეციურზე ფიქრი? А что значит думать о небесном? რამდენად არის ჩვენი გონება ზეციურით დაკავებული? Насколько наш разум заполнен небесами? რამდენად ვფიქრობთ ჩვენ საუკუნო სიცოცხლეზე? Как часто мы думаем о вечной жизни? რაოდენ ვფიქრობთ ჩვენ მარადიულ საზღაურზე? Много мы думаем о воздаянии რაოდენ вечном? ვფიქრობთ ჩვენ აი ეს ზეციური ფასეულობა, აი ეს მიწიური ფასეულობა, რომელი უფრო ჯობია? Думаем ли мы о том, что вот это земное воздаяние, это небесное, что из них лучше? რაოდენ ვფიქრობთ მარადიულზე? Думаем ли мы о вечном? რაოდენ ვფიქრობთ სულიერ საკითხებზე? Думаем ли мы о духовных вещах? რაოდენ ვფიქრობთ ეკლესიაზე? Думаем ли мы о церкви? რაოდენ ვფიქრობთ ღმერთის საქმეზე? И думаем ли мы о делах Божьих? აი რაზე უნდა იფიქრო? Вот о чем мы должны რა არის думать. ზეციური Что ძვირფასება? такое небесное? ფილიპელთა წერილში პავლე მოციქული ისევ გვეუბნება. И в Филиппийцах послание Павел опять говорит მე 4 თავის მერვე მუხში. в 4 главе 8 стихе. და ბოლოს შემოძმებო, ყოველივე რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე რაც მოსაწონი და სანაკებოა, იმაზე იფიქრეთ. Наконец, братья мои, что только истина, что честно, что справедливо, что чисто, что любезно, что достославно, что только добродетели похвала, о том помышляйте. ანუ ნახეთ წმინდა წერილი მოგვიწოდებს ვიფასებო იმ ფასეულობებზე, რაზეც ჩვენ უნდა ვფიქრობთ. Это те ценности, о которых мы должны думать. ზეციურზე იფიქრეთ, Думайте о небесном, ჭეშმარიტებაზე, о რაც справедливости, მართალია, то, что истина, რაც უმანკოა, что რაც საყვარელია. чисто, что любезно. თუ ასე ვიაზრონეთ, თუ ასე ვიფიქრებთ, Если мы будем думать так, таким образом, ჩვენი გული სწორ საუნჯესთან იქნება. наше сердце будет в правильном ჩვენ хранилище. სწორი პრიორიტეტები გვექნება. У нас будут
правильные приоритеты. არასოდეს არ გაგიჩნდება აზრი, მოდი დღეს სახში დარჩენა ჯობია ეკლესიაში И წასვლას. у тебя не возникнет мысль о том, что знаешь, давай я сегодня останусь дома, чем пойду в იცი, церковь. მიზეზებს კი არ დაუწყებ ზემლას. აი, Нет, ты не будешь искать причины, ну ну. შენ ყოველთვის იტყვი რომ არა, მე დღეს იქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი დაძმები არიან. Нет, но ты скажешь, я должен быть там, где мои братья и პირველი сестры. რაც გვინდა იმისათვის ვიფასებო რომ სწორი ფასეულობები ქონდეს და ზეციური საუნჯეში დავიუნჯოთ. И первое, что нам нужно для того, чтобы мы сокровища собирали ეს არის на ზეციურზე небе, ფიქრი. это мыслить ეს о არის небесном, სულიერზე ფიქრი. это мыслить о ეს არის духовном, მარადიულზე ფიქრი. это думать о вечности, ეს არის სამომავლო საზღაურზე ფიქრი. это думать о том воздаянии, которое მე будет в შეიძლება დღეს вечности. წავიდე და სხვა საქმე გავაკეთო და კარგი ფულიც გავაკეთო. Я могу пойти сделать какое-то дело и даже деньги на этом და хорошие ჩემ ოჯახში ბევრი რამ заработать и შევიტანო. многое принести მაგრამ домой, შემიძლია ეს მსხვერპლად გავიღო, но я могу это принести в მაგრამ жертву, ეკლესიაში მოვიდო. но прийти в და церковь უფრო მეტი ფასეულობა მივიღო. и получить еще больше სულიერი ценностей. ფასეულობა Я მივიღო. могу получить რომელიც больше ჩემ ცხოვრებას духовного, თავიდან ბოლომდე შეცვლის. которая от начала до конца изменит სწორ мою გზაზე жизнь, დამაყენებს. направит меня на სწორად правильный путь, ცხოვრებას მასწავლის. научит меня правильной ღმერთთან жизни, მიმაახლოვებს. приблизит меня და к უბრალოდ Богу. არსებობს კი რაიმე ღმერთზე უფრო მეტად ძვირფასი, Но ძვირფასი. разве есть, существует ли что-либо дороже и ценнее, чем Бог? არა მგონია. Не думаю. აი ეს არის რასაც ღმერთი სიტყვა გეუნებათ, იფიქრეთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, რაც Вот о სამართლიანია, чем რაც говорит. სწორია. Думайте о том, что правильно, что любезно, что чисто, что справедливо. მეორე რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც ჩვენ საუნჯეს აფართოვებს და ავსებს. И второе, что позволит нам собрать на ეს небесах, არის ჩვენი საქმეები, რასაც ღმერთისთვის ვაკეთებთ. это те дела, которые мы делаем здесь на земле для Бога. ისევ პავლე მოციქულის სიტყვები. Опять послание, слова Павла. კოლასელთა წერილი მესამე თავი 23 და 24 მუხლები. Послание Колоссянам, 3 глава, და მე მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი 23, გამოცხადება მოგცეთ ახლა. 24 стихи. სხვათა შორის ასე არ მიფიქრი არასოდეს დღეს როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, А, სხვაგვარად დავინახე. Я раньше так не думал, но сегодня, размышляя над этой темой, я увидел это в этом. ნახეთ, Смотрите. ყოველივე რასაც აკეთებთ, И, მთელი გულით გააკეთეთ. и все, что делаете, делайте от души. როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის. Как для Господа, а не для человека. იცოდეთ რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით. Зная, что воздаяние от Господа, получите наследие, ибо вы служите Господу Христу. მოდი ცოტა სიღრმეში ჩავიდე და უფრო Пойдемте ფართოდ გავშალოთ ეს глубже მუხლი. и раскроем этот стих. ბიბლია ამბობს, რასაც აკეთებ. Все, что делаете. ბიბლია არ გეუბნება, რასაც ეკლესიაში აკეთებ. И Библия не говорит то, что ты делаешь в церкви. ის ამბობს, რომ რასაც აკეთებ, საერთოდ, რასაც საქმიანო. То есть все, что ты делаешь, что бы ты ни делал, ანუ ის ცდება ეკლესიის კედლებს საზღვრებს. он идет за пределы церкви. ის გარეთაც გადის. Он выходит наружу. ის შეს ოჯახს ეხება, Он касается твоей ის შეს семьи, ბიზნესს ეხება, нашего бизнеса, ის შეს სამსახურს ეხება, нашей работы. ის შეს ქუჩაში სიარულს Он ეხება, касается нашего სხვა пути ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. на улице, общения с другими ნებისმიერ людьми. რამეს, რასაც აკეთებ, Все, что ты делаешь, რასაც ეხები, к чему პირველი прикасаешься. Первое, გულით გააკეთე. делай это сердцем, ნუ გააკეთებ უგულოთო, не делай это მაგრამ бессердечно, როგორც ღვთისთვის ისე გააკეთე. но делай это как для როგორც Господа. ღვთისთვის, ანუ ხარისხი კონდეს, რომ თითქოს ამას უფალს უკეთე. То есть пусть у него будет качество, как для Господа. როცა აკეთებ რამეს, შეიძლება მოვალეობა შეასრულო, გითხრეს, ბევრჯერ უთქვიათ, ჩემთვის და გული დამწყვეტია И ძვირფასი. очень часто мамули говорили, и моего сердца было разбито. აი ეს ნივთი შეგიძლია რომ აქამდე მიიტანო და მე შეიძლება სხვამ გააგზელოს და სხვამ წაიღოს. Можешь взять вот это, принести, положить, а другой потом понесет дальше. და ხშირად უთქვიათ ხოლმე, ну ჩემი მოვალეობა შევასრულე A პუნქტი და B პუნქტში მივიტანე რაღაც. С пункта А в пункт Б принес, я свое дело сделал, все, хватит. გემრიელი საჭმელი ყველას გიყვართ. Вкусную еду все любим, да? მაგრამ უმარილო მოგწონთ. А без соли... ხო შეიძლება მარილიც მოაყარო და Можно же соль посыпать C პუნქტში წაიტანო. и в С пункт თუ принести. ვიღაცამ გთხოვა პატარა რაღაცის გაკეთება, ხო შეგიძლია ორი იმდენი გააკეთო. Тебя попросили что-то сделать, но ты же можешь вдвойне это თუ сделать. გითხრეს რომ 2 საათი მომეხმარე, ხო შეგიძლია 3 Если მიეხმარო. попросили тебя 2 часа помочь, ну можно же и 3 помочь. თუ გითხრეს რომ აი ეს ადგილი გაასუფთავე, ხო შეგიძლია ცოტა უფრო მეტი გააკეთო.
попросили тебя вот одну комнату почистить, ну возьми ის ხო вторую შენი почисти. და არის, შენი სულიერი ძმა არის, ეს ხო Твоя ეკლესია. церковь, твой брат, твоя сестра это. მოდი გავწდეთ ეკლესიის საზღვრებს და ქვეყნიერებაზე გადავიდეთ. Давайте мы пройдем дальше и немного уйдем с церкви, да, на улицу пойдем. იცით, Знаете, ღობეს ვაკეთებდი სახში я делал забор в дома. და ხელოსნები რომლებიც იყვნენ ჩემთან. И мастера, которые мне это делали, 18 წელიაო მუშაობ ამ საქმეზეო. они сказали, 18 лет работаю в этом деле. და მე არასოდეს არ მინახიაო რომ ვინმეს ისე მივეღეთო ოჯახშიო, როგორც თქვენმა ოჯახმა მიგვიღო. И я никогда не встречал людей, которые бы так приняли нас, как ваша семья нас приняла. ანუ ზოგიერთ ოჯახში შევდიოდითო, წყალსაც კი არ გვალევინებდნენო. Потому что в некоторых семьях нам даже воды не давали. რომელ საჭმელზე არისო? О საუბარი. какой еде идет речь вообще? და ჩემმა მეუღლემ უთხრა. Моя жена говорит ему, აი, როცა საქმეს ყველაფერს მორჩებითო, вот когда вы все закончите, ხინკალი უწყვეტად უნდა გაჭამოთო. я буду вас кормить хинкали без остановки. და ეს უწყვეტი ხინკალი რა Это არის? в смысле, как это так? აი, რო არ ცივდება და რომ მოდის და А მოდის это და когда მოდის და оно не მოდის. заканчивается, идет и все время горячее. ისინი შოკირებული იყვნენ. Они были шокированы. იმაზე თუ просто. ჩემი ოჯახი როგორ დახვდა. То есть как моя семья их встретила? რავი, ვინც ყოფილ ხართ, მე მგონი ყველას ასე Ну, ხვდები. наверное, все, кто был у мамули, знаете об ანუ этом. ძვირფასებო, უნდა драгоценный. გიყვარდეს სტუმარი და Вы- იმაზე მეტი პატივისცე, ვიდრე შენ ფიქრობ. Ты должен любить гостя и дать ему больше уважения, чем მე думаешь об этом. ბევრჯერ მისწავლებია და მithქვია. Я очень часто учила об этом и говорила об ახალი этом. აღთქმა არასწავლის მოყვასის სიყვარულს. Что Новый Завет не учит любви к ближнему, ისე, როგორც საკუთარი თავის სიყვარულს. как любви к себе самому. ესე ასწავლიდა ძველი აღთქმა. Ветхий Завет учил, თუ მე მიყვარს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი, если я люблю ближнего как самого себя, მას ჩემს თავის დონეზე წამოვაყენე. я подниму его на свой уровень. მას მე ისე მიუდგები, როგორც საკუთარ თავს. Я буду относиться к нему как к себе. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს ვიფასებო, რომ საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთო ერთმანეთი. Но Новый Завет говорит, выше себя почитай другого. ეს როგორ? Это как? მე ესე იგი საკუთარ თავზე მეტად უნდა მიყვარდეს? То есть что значит? Я должен его любить больше, чем მოციქული себя. პავლე ყველგან ამბობს ღმერთია მოწვე, რომ ყველა თქვენგანი მიყვარხართ ქრისტეს სიყვარულითო. И Павел, он говорит, Слово Божье свидетель, что я люблю вас Христовой ქრისტეს любовью. სიყვარულით როცა შეიყვარებს საკუთარ თავზე მეტად დააფასებ შენ სულიერ когда ты დასდაცმას. возлюбишь Христовой любовью, ты этого брата и сестру поднимешь და выше საერთოდ себя. ქვეყნიერებაზე როცა ხარ ვიფასებო, წმინდა წერილი ამბობს, რომ როგორც ღმერთისთვის, Как როგორც для ქრისტეს სიყვარულით, აი ასე მიუდექი სხვებსაც. Ты другим относись, как для Господа делаешь, как с Христовой любовью. დამიჯერეთ, სულ სხვა Поверьте. სახელი გექნებათ. У вас будет совсем другое имя. სხვა ავტორიტეტი У вас გექნებათ. будет другой авторитет. და ადამიანები, რომლებიც შეხედავენ შენ საქმეებს, И люди, которые будут видеть твое дело, მათ შეუყვარდებათ ის ღმერთი, რომელ ღმერთსაც შენ მერე იქადაგე. они возлюбят твоего Бога, которого ты просто после მაგრამ будешь თუ მე აი проповедовать. აქ ამ სცენიდან ძალიან ლამაზ სიტყვებს დავხარჯავ, Но если я здесь сейчас на сцене, со сцены буду говорить красивые რომ слова, ითქვა თქვენ თავს მოგაქონებთ და განახებთ, и я вот покажу вам и дам მაგრამ себя, კულისებში ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად არა შესაბამისი, არა ადეკვატური იქნება. а за кулисами моя жизнь, она неадекватная и не соответствует თქვენ тому, არ что я მოგეწონებათ сказал. ის ღმერთი, რომელსაც მე მევიქადაგე. Вам не понравится Бог, которого я буду после ამიტომაც проповедовать. წმინდა წერილიც გეუბნება ვიფასებო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინმე უცხოსთან ხარ, სახში ხარ, სულიერ დაძმებთან ხარ, აკეთე როგორც უფლისათვის. Поэтому Слово Божие говорит, неважно где ты, для кого делаешь, но делай как для Господа. იცი მე ძალიან მომეწონა ჩვენი მწყემსის მირზას მიდგომა სახურის განმარტებისა. Мне очень понравилось, как Мирза стал подходить к ასე разъяснять. არასდროს არ მიფიქრია. Я никогда не думал об этом რომ так. ჩვენ გონია რომ სახურები ვართ ხოლოდ აი ამ ეკლესიის Что- კედლებს შიგნით. Служители мы только вот здесь, в этих стенах. შენ სახური ხარ სახშიც. Но ты служитель и дома. შენ სახური ხარ ქვეყნიერებაზე. Ты служитель и в мире. შენ სახური ხარ Ты შესამსახურში. служитель на своей შენ работе. ყველგან უნდა იყო ღმერთის მსახური. Ты везде должен быть ამიტომ შენ служителем როცა Божьим. ქვეყნიერებაზე ხარ და ამ ქვეყნიურ საქმეს И აკეთებ, когда ты делаешь здесь, в мире, мирскую какую-то პავლე работу, მოციქული ამბობს, ამის გამო საზღაური გექნებაო. Павел говорит, что вот у тебя будет воздаяние от этого. საზღაური მარტო მაშინ არ მექნება, როცა მე ეკლესიაში ვიმსახურებ. И воздаяние
Воздаяния не будет только когда ты მე служишь. საზღაური в церкви. მაშინაც მექნება, როცა ქვეყნიერებაზეც ვიმსახურებ. Но у меня будет воздаяние, когда я буду როცა служить там. იქაც როგორც ღმერთისთვის ისე გავაკეთებ Когда я в ყველაფერს. мире буду делать все как для Господа. და ებრაელთა 6:10 ამბობს. И евреям 6:10 говорит, ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარული შრომა, რად გასწიეთ მისი სახელისათვის. ემსახურებოდით რა წმინდებს და კლავაც ემსახურებითო. ибо неправеден Бог, чтобы забыл дело ваше и труды любви, которую вы оказали во имя Его, послужив и служа святым. ზოგჯერ ვფიქრობთ, რამდენს ვაკეთებ, მაგრამ როდის მაკურთხებს უფალი, ჩვენ თვითონაც ბევრჯერ გვითქვია და ბევრჯერაც მოგვისმენია Мы მსგავსი часто რა. говорим об этом. О, когда Бог меня благословит, я столько служу Ему. როდის დადგება ეს Но уже საზღაური? когда придет это როცა ასე воздаяние. ლაპარაკობ მეგობარო. Но когда ты так говоришь, мой друг, სულიერო დაუდა ძმაო. духовный Да ყველა брат и ვინც сестра онлайн духовный, გვისმენს. и все, кто онлайн нас слушает შენი сейчас. აქცენტი მიწიურზეა. То есть твой акцент на земле. იცი არ არის საჭირო რომ ყოველთვის საზღაური აქ мивიღოთ И დედამიწაზე. на самом деле не всегда нужно получить воздаяние რაღაცა здесь, на земле. შემოინახე ზეცისთვის. Ну, оставь что-то на ней для ნუ неба. გვინდა ქაღალდის ფულები აქ მიწაზე და ზეცაში ხურდები. Не надо здесь иметь банкноты, а там мелочь. რასაც მოაგროვებ ზეცაში, Но то, что ты соберешь на небе, უბრალოდ დაფიქრდი ახლა რასაც просто გეტყვი. подумай о том, что сейчас я скажу. აი იმით იცხოვებ თერი მარადისობა. Ты будешь жить всю вечность там. წარმოიდგინეთ ძვირფასებო რომ სახს აშენებ, შენს მომავლის შენი ოცნების სახს Ты აშენებ. строишь свой дом мечты. როგორი სახლის იოცნებებდი, როგორი სახლი გინდა რომ გქონდეს. Какой дом ты хочешь иметь? თუ ქუხულას ააშენებ, Ну, если ты избушку აი ქუხულად იცხოვრებ будешь მარადისობაში. и жить в этой избушке. მაგრამ თუ ოქროს სახს ააშენებ, Но если ты будешь Им строить сахши золотой дом, ты будешь ასე жить в რომ этом ძვირფასებო доме. რას ვამზადებთ, რას Что? აგანძურს ვაგროვებ Что мы ზეცაში. собираем на небе? ის იქნება შენი მარადიული თამდევი. Это будет вечность с тобой идти. ასე რომ მოდი ვიფიქროთ ამაზე რომ ცოტა ზეცისთვისაც მოვაგროვოთ. Думайте о том, что мы собираем для неба. მარადისობის პერსპექტივით ვიაზროვნოთ. Думаем о вечности. ხოლოდ მიწიურზე ნუ ვიფიქრეთ Не ძვირფასებო. будем думать только о მას земном. არ ავიწყდება ჩვენი საქმეები. Он не забывает наши дела. ისევ წავიკითხავ პირველი კორინთელთა წერილი. И 1 Коринфянам 15:48. 15:38. დღეს ვიღებთ რამეს. Вы получаете что-то? ნახეთ, ამიტომ ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომაო უფალში. Итак, братья мои возлюбленные, будьте тверды, непоколебимы, всегда преуспевайте в деле Господнем, зная, что труд ваш не тщетен пред Господом. ფუჭი არ არისო თქვენი შრომა უფლის წინაშე. Ваш труд не тщетен пред ნუ Господом. ფიქრობ, რომ ფუჭია ამაოა დროს ხარჯავ, მაინც ვერავინ ვერ Не ხედავს. думайте о том, что это впустую, никто ничего не замечает, не видит. ამდენი Я ხანი რომ время ჩემი теряю. საკუთარი სახლისთვის მიმეხედა, Вот если бы я о доме своем რაოდენ წინ позаботился, იქნებოდა ჩემი ცხოვრება? как бы я вперед пошел. არა ძვირფასებო. Нет, драгоценный, ყველაფერს თავისი დრო აქვს. всему свое время შენ ცხოვრებაში. в твоей თუ жизни. ხედავ რომ შენი დადაძმა კურთხეულია Если ты видишь, что твой брат и და сестра შენც გინდა რომ კურთხეული благословенны, იყო, и ты хочешь быть შენ არ благословен, იცი ხვალ ზეგ მაზეგ შენთვის უფალს რა ты не გამზადებული. знаешь, что завтра, послезавтра у Бога для წმინდა тебя წერილში ღმერთი приготовлено. გვეუბნება ძვირფასებო რომ ფუჭი არა შენი შრომა, ნუ ფიქრობ მხოლოდ დღევანდელი დღით. И сегодня до Слова Божьего говорит, не тщетен труд пред Господом, не думай только сегодня. მოდი გალატელთა წერილიც ვნახოთ. Посмотрим, давайте Галатам, მე-6 თავი 7-დან 10-მდე. 6 глава 7 стиха по 10. ნუ წუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან რასაც თესავს კაცი, იმას იმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისაგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს. სიკეთის კეთილება ნუ მოგწყინდება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცებით. მაშას ადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასათვის კეთილი ვაკეთოთ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეაო. Аминь. კომენტარი ჭირდება? Нужен комментарий. იცით, ფიქრობდი ამ საკითხზე და ასეთი რამ მივხვდი. Думал и кое к чему пришел. როცა ზეცაში მივალთ Когда мы придем на небо, და აუცილებლად მივალთ გარანტიას გაცემ. а я даю вам гарантию, что мы туда обязательно придем, იცით, ერთადერთი რამ მაინც იქნება, რასაც ვინანებთ. будет одно единственное, о чем мы
мы будем иметь сожаление. რატომ მეტი არ ვაკეთე უფლისათვის? Почему я больше не делал для Господа? რატომ მეტად არ დავიხარჯე ღმერთისათვის? Почему я еще больше не растратился для რატომ არ Господа? დავხარჯე უფრო მეტი დრო ღმერთის საქმისათვის? Почему я больше не тратил времени для ეხლა ხო უფრო Господа? მეტ საზღაურს Вот მივიღებდი. сейчас я бы получил больше რატომ воздаяния. ხარჯავდი ამდენ დროს ტელეფონში სკროლვაში? Почему я много времени проводил в ეს ხო телефоне? შემეძლო ელემენტარულად ან სიტყვას ამოზიარებაში, ან ეკლესიაში მსახურებაში, Я ან могу ვინმესთვის შუამდგომლობაში И დამეხარჯე. потратить это время на молитву, на ходатайство, на ободрение, на в церкви служение. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე აუცილებლად И ვინანებთ. я думаю, что мы обязательно пожалеем об этом. და მესამე ძვირფასებო, რაც ძალიან И მნიშვნელოვანია. третье, что важно, რაც საზღაურის გარეშე არ დარჩება, то, что не останется без воздаяния. ეს არის ჩვენი ტანჯვები. Это наши страдания. ქრისტიანობა არ არის ძვირფასებო დაცული ტანჯვისაგან. А христианство, оно не застраховано от страданий. ვინც ფიქრობს, რომ ეხლა ღმერთში მოვოდი და შესაბამისად მე უკვე აღარც გასასწრელი მექნება, აღარც პრობლემები Кто მექნება. думал, что придя к Господу, он не будет иметь преграды, препятствия, трудностей. არა, ძვირფასებო, ღმერთში რომ მოდიხარ, ღმერთი პრობლემებს კი არ გაყრის თავზე. И нет, конечно, Бог не дает тебе проблемы на голову, не უბრალოდ сыпет их. ეშმაკი იწყებს შემოტევას. Но просто дьявол начинает მაგრამ атаковать. საქმე იმაშია, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ უკვე მარტოები აღარა ვართ. Но разница в том, что мы не одни в этих და ჩვენ უკვე უფალთან препятствиях. ერთად ვარ და უფალთან ერთად ვიბრძვით. И мы уже с Господом боремся. და и წმინდა წერილი воюем. ამბობს, რომ ყოველივე სასიკეთოდ გეწევა. И Слово Божье говорит, что все во благо. ღმერთ შეუძლია შემოატრიალოს ნებისმიერი პრობლემა შესასიკეთო. Потому что Бог может тебе во благо გამარჯვება обратить всю твою, აქციებს. все свои და ситуации თავისი დიდება и განახოს. показать тебе свою славу. მაგრამ რაღაცა პერიოდი შესაძლებელია ტანჯვა, წამება, წინააღმდეგობა, პრობლემები გაიარო. Но, возможно, в какой-то период ты будешь проходить страдания, როგორია ეს трудности и ტანჯვები? мучения. Но какие они? მეორე კორინთელთა წერილი, 2 Коринфянам, მეოთხე თავი, 4 глава, 17-დან 18 მუხლებამდე. 17 и 18 стихи. ვინაიდან ჩვენი სუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის. რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი საუკუნო. Ибо кратковременное и легкое страдание наше производит в безмерном преизбытке вечную славу, когда мы смотрим не на видимое, но на невидимое, ибо видимое временно, а невидимое вечно. მეორე კორინთელთა მე-11 თავში პავლე მოციქული აღწევს თავის სუბუქ В ტანჯვებს. 2 Коринфянам 11 главе Павел описывает свои легкие страдания. ხუთჯერ მცემესო ჯოხებითო, 5 раз меня били палками. სამჯერო გემსხვრევა გამიცადეო, Я 3 раза был ორჯერ сокрушен ქვევით барабан. ჩამქოლესო Дважды меня били და камнями. მრავალი И გასაცდელები. еще множество такого. და აი ამ ყოველივეს ამოს სუბუქი И ტანჯვა. он говорит, называет все это легким და страданием. ბოლოს თავი მოკვეთეს. А в конце ему голову პავლე отрубили. ამბობს ეს სუბუქია. И Павел говорит, это რადგან легко, დროებითია. потому что это временно. და აი ეს სუბუქი ტანჯვა И вот эти временные страдания, მომენტებულ, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნისო ჩვენთვის. что оно приводит нас к тому, что дает нам вечную жизнь. ანუ შეხედეთ ძვირფასებო ამ ტანჯვებს მარადისობის То პერსპექტივით. есть смотрите на свои страдания с перспективы კი, ჩვენ вечности. გვინდა ძვირფასებო რომ ტანჯვა არ ქონდეს და ტანჯვას გავერიდოთ. Да, мы хотим, чтобы не было мучений, как-то მაგრამ избежать ტანჯვა, этого. რომელსაც ღმერთის სახელის გამო იღებ, Но когда ты получаешь во имя არ Бога, რჩება საზღაურის გარეშე. оно не остается без воздаяния. მე მინდა ერთი ადგილიც И გაგახსენო. еще одно место Писания хочу, чтобы მათეს вы სახარება вспомнили. მე-5 თავი. Это Матфея, 5 глава, 10-დან 12-მდე. с 10 по 12 стих. ნახეთ, ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რადგან მათია ცათასამეფო. ნეტარ ხარ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნია და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდე წინასამეტყველებს, რომელიც თქვენზე უწინ იყვნენ. Аминь. როგორი არის საზღაურიო? Какое? სად არის благословение? საზღაურიო? Где воздаяние? ცაში. На небесах. როგორიაო? И какое оно? დიდი. Великое. უცილობლად დიდიაო Оно საზღაური. очень великое. ანუ ქრისტეს სახელის გამო. То есть во имя აი Христа. შესექტანტო. Сектант. აი შემწვალებელო. Вот ты какой აი мученик. შეასეთო, Вот ты такой, შეისეთო. вот ты такой. Секунд. გლანძღავენ, Тебя შეურაცხყოფას ругают, გაყენებენ. тебя обижают. არა და ვინაა სექტანტი ჯერ კიდე საკითხავია. Вообще-то вопрос надо задать, кто еще тут сектант? მაგრამ შეხო შეურაცხყოფას გაყენებენ. Но тебя же обижают. Да? ზოგჯერ დევნია.
Даже гонят ზოგჯერ иногда. ქონებასაც გართმევენ. Иногда даже ზოგჯერ имущество შეიძლება отнимают. ხელითაც შეგეხო. Возможно, рука Дагамцiro. препятствуют, унизят. წმინდა წერილი ამბობს იტანჯები. Писание მაგრამ говорит, დიდი საზღაური გიგროვდება да, ზეცაში. мучим, но на небесах იმიტომ რომ большое როგორც сокровище тебя ქრისტიანი ждет. ხელს ვერ დაუბრუნებ. Как христианин ты не можешь ему ვერ отдать მიაგებ сдачу. ისე იესოზე წერია რომ ლანძღავდნენ, როცა ჯვარზე იყო გაკრული. И когда Иисус был на кресте, его ругали, ლანძღავდნენ და ლანძღვით არ но პასუხობდა он не отвечал руганием და არ იმუქრებოდა. и даже не угрожал. აი რომ მოვალ, რომ დაუბრუნები, აი თუ Подожди, вот ჩამოვედი вернусь, вот ჯვრიდან. сейчас я со креста აი თუ сойду. ანგელოზებს Ой, მოუხმე. сейчас я позову всех იცი ангелов. მე გაოგნებული ვარ, ძვიფასებო, კაცი ცემეს, Я удивлен очень. ტანჯვეს. Он мучим был. შეურაცხყოფა მიაყენეს. Его унижали, его ეკლესიის били. გვირგვინი И на него დაადგეს. одели корону из აფურთხებდნენ, колючек, აგინებდნენ. его ругали и დასცინოდნენ, поливали, შეურაცხყოფას над ним აყენებდნენ. смеялись. ჯვარი ათრევინეს ძვიფასებო Он нес крест, და ბოლოს ზედ გააკრეს. еще и распяли на этом кресте его. საბოლოოდ ფერდის გაუგმირეს. Даже ребро ему და прокололи. ესეთი кაცი ჯვრიდან ნაწამები კიდე ამბობს აპატია. И вот этот человек, мучимый со креста, говорит, прости им. ძვიფასებო, რამდენი Драгоценный. ჩვენთაგანი მოიქცეოდით მსგავსად. Сколько из нас так поступили бы? და პეტრე მოციქული И ამბობს, Петр говорит, მან მაგალითი დაგიტოვათ, он оставил пример, რათა მის კვას გაყვეთ. чтобы мы шли его путем. როგორც ის იქცეოდა, ასე უნდა მოიქცეო. Он вел себя, чтобы мы вели себя. იმიტომ რომ ის ხედავდა საზღაურს. Потому что он видел воздаяние. ის ხედავდა საზღაურს. Он видел воздаяние. ძვიფასებო, მოდი ვიაზროთ Давайте. მარადისობის პერსპექტივით. Будем мыслить из перспективы вечности. მოსე გახსოვთ თქვენ ფარაონის სახში, დიდრულ სახში გაიზარდა და შესაძლებელია მომავალი ფარაონიც კი ყოფილიყო. Возможно, Моисей жил в фараоновском дворце и, возможно, был будущим фараоном. მაგრამ მან он- ერთთან ერთად ანჯო ამჯობინა. Но он сказано, что выбрал мучения с еврейским народом. რატო? Зачем? იმიტომ რომ ხედავდაო საზღაურს. Потому что видел воздаяние. იმიტომ რომ ხედავდაო საზღაურს. Потому что он видел воздаяние. ძვიფასებო, ზოგჯერ უგუნურად ჩანვართ შეიძლება ამ ქვეყნიური ხალხის თვალში. И, возможно, мы глупцами выглядим в глазах этого мира. ბევრი შემოთავაზებებზე უარი გვითქვია. Мы очень часто отказывались от каких-то ბევრი შანსები ხელიდან предложений. გაგვიშვია. Какие-то шансы упускали с виду. შეიძლება უფრო მდიდარიც ყოფილიყავი. Возможно, был бы более богатый. უფრო კარგ ხალხშიც გემოძრავა შეიძლება. Возможно, более в лучшем обществе крутился бы. ეკლესიაში Ну, მოდიხარ а და что სულ там, უბრალო ну, ხალხი церковь არის. там очень такая, ну, გლეხი ხალხია. так сказать, крестьяне все. მანავე Простые დიდარი люди. ბევრი არა, პავლე Нет მოციქულიც таких больших, ამბობს. богатых. გადახედეთ ერთი რამდენი ხარ დიდარიო, სუღარიბები ხართო. Ну, посмотрели на себя, все вы как бы მაგრამ не თქვენზე богатые. ბრძენები და თქვენზე მდიდრები არავინ არ დადის. Но на самом деле никто богаче нас не ходит на земле. ძვიფასებო, Драгоценные. ამაო არ არის ჩვენი შრომა. Наш труд не тщетен. ამაო არ არის ჩვენი ტანჯვა. Наш мучение наше не მოდი тщетно. ყველაფერს შევხედოთ ღვთიური პერსპექტივით. Давайте будем смотреть с Божьей მოდი перспективы на ვისწავლოთ все это. ზეციური აზროვნება. Будем учиться мыслить სულიერი небесно, აზროვნება. духовно мыслить მარადიული ფასეულობებით и აზროვნება. изучать вечности. და ნუ გავაკეთეთ ценить. მანდამაინც აქცეს მიწიურ საზღაურზე. И не будем делать акцент на земном. უფალმა თავად იცის რა მოგაგოს. Потому что Бог сам знает, что дать тебе. თავის დროზე მოვა И ყველაფერი. все придет в свое თუ არ время. მოდულდებითო, თავის დროზე მოვიმკითო, პავლე მოციქული И ამბობს. Павел сказал, если не ослабеем, в свое время пожнем. ამენ. Аминь. და ბოლო მუხლავ ამ И თავი. последнее местописание. გამოცხადების წიგნი უკვე ბოლო თავის 22 თავის მე-12 მუხლი. Это последнее откровение 22:12. 22:12. და უფალი ამბობს. აჰა მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანა, რათა თითოეულს მისი საქმეებით მიუძღაო. Все гряду скоро, и возмездие мое со мною, чтобы воздать каждому по делам его. უფალეოს მე როცა დავბრუნდები, И Господь говорит, когда я вернусь, თითოეულ თქვენთაგანს каждому из вас თქვენი საქმეების მიხედვით по делам вашим, იმას მოიმკით, რასაც დავთქვი. все, что сеяли, вы пожнете. რასაც უფლის სახელით Все, გავაკეთე. что делали во имя Господа, როგორც უფლისათვის. как для Господа, მთელი გულით. от всей души, ზეციური ფასეულობებით. с ценностями неба, ის არ დარჩება оно საზღაურის. не останется ასე невозданным. რომ, მოდი Поэтому ჯიფასებო, მარადიულობის პერსპექტივით შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას. давайте смотреть на свою жизнь из вечности. წმინდა წერილი არ გეუბნება და არ მოგიწოდებს ბევრული, მონაზული ცხოვრებისაკენ. И Писание не призывает тебя к монастырской жизни, к отшельнической жизни. გამოიკეთ ახლა სახლი, Там კარი და წადი закройся у სადღაცას себя там, или გამდегიდაც. уйди в горы куда-нибудь. არა, თუ შენ უბრალოდ
აღთქმას გადებ რომ არ გინდას არაფერი და მარტო უფლისმსახურება გინდა, მაგას აჯობია. Если ты дашь обет, и чтобы служить только Господу, ну нет ничего лучше этого. მაგრამ ასე არ მოგვიწოდებს ხო? Но Бог не призывает к этому. ვერთი აქაც გაკურთხებს. Даже здесь Бог благословляет мог тебя. тебя И здесь даст победу тебе. გადახედი 10 წლის წინ შენს მდგომარეობას. Посмотри на 10 лет назад, щиадარი что с тобой დღევანდელ было, დღეს. и сравни, что და сегодня. მიხვდები რამდენი წინ ხარ წასული. И увидишь, насколько вперед ты пошел. გადახედი, უბრალოდ გადაირბინე შენი გონებით უკან. Просто пробежись. თუ 90-იანებიდან მოდიხარ მით უმეტეს. А если идешь с 90-х, так вообще. დღეს რა გაქვს? Что у тебя сегодня? და ჯერ შუა გზაზე ხარ. И еще ты пока на ის полпути. კუთხეები ჯერ კიდე არ მოსულა, И- რაც უფალს აქვს შენთვის აქ განსაზღვრული. Все благословения, которые у Бога для тебя еще не пришли на твою жизнь. და ჯერ კიდე არ ვიცით